სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის საქმის განხილვა 16 ივნისისთვის გადაიდო. ამის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. ვაშაძის სასამართლო პროცესის პარალელურად საბას ხვიტარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, რა დროსაც დერეფანში ხმაური იყო, რის გამოც სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. დარბაზიდან გასულ ტევერპირველი ჟურნალისტს უკან შესვლის შესაძლებლობა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს და ის დერეფანში ძალის გამოყენებით დააბრუნეს. ფაქტს დარბაზში ხმაური მოხვა. შევინახოთ კიდევ ერთხელ შემეშობა ხელი გამიფორმეთ სხდომის წარმოტაზე სასამართლო იმჯერებს სასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ გარკვეულ ნებისმიერ ქმედებაზე ეს იქნება ფერზე წამოწმა რაიმე სიტყვის კომენტარის გაკეთება დარბაზში სასამართლო ავტორიტეტს დახურავს სასამართლო სხდომის დარბაზს. ასე რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ თავი. ბატონ ბეკა, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენ ავადმის სასამართლო განავითარებას. საუბრო ხო შეგიძლიათ ფერზე წამოგვაროს საუბრო. არა, კი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თუ ფერზე გამოგცეთ კი ბატონ. ერთი წამო. გიორგი ვაშაძის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, რაც მოხდა, მას მერე მორალური თვალსაზრისით ფიზიკურად ვერ ისაუბრებდა და ვერც სხდომაზე დარჩებოდა. ბექა ბასილაიამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. რა დავასრულე? სასამართლოს შესაძლებლობა მისცა. რაც უნდა ისმენთ, ამ შესავალი არ ითქმება დღეს ჩემგან, ოღონდ შესავალი არ ითქმება არა იმის გამო, რომ შესავალი მაქვს. დღეს ეს პროცესი გადაიდოს. მომდევნო პროცესზე შესაძლებლობას მოგახსენებთ. სასამართლოს ვიშვა გადადების კი ბატონო, მაშინ მე დაგტოვებ. მომდევნო პროცესს რო დანიშნავ, მომდევნო პროცესზე მე ხმად ვარ დარწმუნებული, რომ შესაძლებლობის ეტაპი გავლილი არ გექნება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ პროცესის გადადების საფუძველი არ არის, რაზეც ვაშაძემ განაცხადა, რომ ის ადვოკატის გარეშე სხდომაზე ვერ დარჩებოდა, რის გამოც მას პროცესი უნდა დაეტოვებინა. მოსამართლემ სხდომა გადადო, ბრალდების მხარეს კი უთხრა, რომ შემდეგ სხდომაზე დასკვნითი სიტყვაც მოემზადებინა. ადვოკატი არ ამბავს შესაბამისად. შემდეგი პროცესი ბატონო? საუდაბუდაც შემთხვევა არა. დავიდე, შემდეგი პროცესი დავნიშნოთ და ჩემი მონაწილეობა, მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, რომ კონსულტაციას გავდივარ ყოველთვის ადვოკატთან. მე მივიღებ მონაწილეობას, ამიტომ შემდეგ პროცესი დავნიშნოთ და კი ბატონო, გავაგზავნოთ შემდგომ შემდეგ. წარმოუდგენელი ძალადობა მოხდა ჩვენს თვალწინ, მოსამართლის თვალწინ. ჟურნალისტთა მიმართებაში, ნანუკა ქაჯაიასთან მიმართებაში კონკრეტულად იყო მართლა წარმოუდგენელი ძალადობა, ფიზიკური ძალადობა და ამაზე არანაირი რეაგირება მოსამართლეს არ აქვს და ამ პირობებში როგორ შეიძლებოდა სხდომის გაგრძელება და მოვითხოვეთ სხდომის გადადება, რაზეც უარი თქვა და ამიტომ ადვოკატმა დატოვა სხდომა, მეც მომიწია სხდომის დატოვება და ამის შემდგომ ვიცმენთ საერთოდ სასწაულს. ესე იგი თურმე მომავალ ორშაბათს უნდა მოვიდეთ და მთელი პროცესი დასკვნითი სიტყვების ჩათვლით ერთ დღეში უნდა მორჩეს. ეს არის პირდაპირ, ამის მეტი გამოხატულება დავალების, რომ დაუყოვნებლივ სასამართლომ უნდა დასაჯოს პოლიტიკური ლიდერები, მეტი რა არის? ანუ პირდაპირ მოსამართლე ამბობს, რომ ყველა მოწმე, ყველა პროცედურა, შესავალი სიტყვა, ყველაფერი უნდა მორჩეს ერთ დღეში და დღის ბოლოს უნდა დაამთავროს სხდომა. გეჩქარებათ ჩვენი ყველას დაჭერა? მერწმუნეთ, რომ ჩვენ არც სიხის არ გვეშინია და ამ ბრძოლის არ გვეშინია. თქვენ უნდა გეშინოდეთ იმ რისკვის, რასაც აი იმ ძალადობისთვის მიიღებთ, რაც ახლა ამ შენობაშია. ყველა ოთახში, სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველგან პოლიტიკური პროცესია. ყველა ოთახში. მოსამართლეს ისე როგორც პოლიტიკური საქმეების გამხილველ ნებისმიერ სხვა მოსამართლეს აქვს კაფიო დირექტივა მიღებული. ისინი მოქმედებენ დირექტივების მიხედვით, როგორც რობოტი მუშაობს წინასწარი პროგრამის საფუძველზე, არავითარი პროცედურული, სამართლებრივი, ლოგიკური, ადამიანური ფაქტორი არ არსებობს, რაც მოსამართლის ქცევას განაპირობებს გარდა დავალების შესრულებისა. რაც დღესაც ვიხილეთ, ფიზიკურად შეუძლებელი იყო დღეს პროცესის გაგრძელება, მათ შორის თვითონ ამ მოსამართლისთვისაც, იმ ხმაურში, იმ ჩოჩქოლში, იმ უბედურებაში, მასაც რა უნდა გაიგო, მაგრამ არა, ჯიუტა დავალება ქონდა მიღებული, რომ
საკითხის მოწმების დაკითხვა ამოწურულიყო და ყველას უტევდა. გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძეს ხდომაზე არ გამოცხადა, რის შემდეგაც მას ბრალი წაუყენეს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.